ჟენევაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდა. მიხეილ ყაველაშვილმა ცოტა ხნის წინ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა. განიხილეს არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები. ხაზი გაესვა საქართველოს აქტიურ ჩართულობას როგორც ვაჭრობის, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ რეფორმებში. დეტალებს მარიამ ბერძენიშვილი გაგვაცნობს ჟენევიდან. მარიამ, გისმენთ. საქართველოს მიღწევები სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებში და ჯანდაცვის სექტორში გატარებული რეფორმები დღეს საქართველოს პრეზიდენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. რაც შეეხება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთან აუდიენციას, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული მზარდი ეკონომიკური ვითარება, ამასთან სავაჭრო პარტნიორებთან დინამიური ურთიერთობები და გაზრდილი ტვირთბრუნვა, ამასთან ხაზი გაესვა საქართველოს როლს შუა დერეფანში, ვინაიდან სწორედ საქართველო არის, ასე ვთქვათ, ჯაჭვი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი და როგორც ამ შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი იმისა, რომ გარდაიქმნას ლოგისტიკურ ჰაბად, რაც შეეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან შეხვედრას, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო მზად არის მომავალშიც გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა ჯანმოსთან და გააგრძელოს, ასე ვთქვათ, ახალი ინიციატივების დანერგვა ქვეყანაში. ხაზი გაესვა არაერთ რეფორმას, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებით გატარდა საქართველოში და როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განმარტა, ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება მზად არის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან მომავალშიც გააგრძელოს თანამშრომლობა და როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ლოკალურად ჩვენი ქვეყნისთვის არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასა თუ რეფორმის გატარებაში იყოს ჩართული. დღეს შევხვდი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს და ყველა ერთხმად აღნიშნავს საქართველოს განვითარების ტემპს, მის ეკონომიკურ განვითარებას, სამშვიდობო პოლიტიკას, ლოჯისტიკურ ჰაბს, ამ სამხრეთ კავკასიის შუა დერეფნის და ბედნიერი ვიყავი, რომ ესეთი კარგი შეფასება დაიმსახურა საქართველომ და ასეთ კარგ შეფასებას იმსახურებს. ამ ეტაპზე მე მინდა უთხრა ჩვენ საზოგადოებას, რომ ეს შეფასებები სწორედ იმის დასტურია, რომ საქართველოს სწორ გზაზე დგას. გაკვირვებულიც ვიყავი, იმდენად კარგად ფლობენ სიტუაციის, ასე ვთქვათ, ნიშნულობას საქართველოში თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა. და რა თქმა უნდა გამოითქვა სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დაკავშირებული მჭიდრო ურთიერთობები ამ ორგანიზაციებთან და რა თქმა უნდა ჩვენ მზათა ვართ, ჩვენ ყოველთვის წარმოვადგენთ ამაყად ჩვენს ქვეყანას და ის პროცესები, რომელიც საქართველოში ვითარდება და ხაზგასაცმელია გამჭირვალობა, მთავრობის როლი არსებულ ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე ბიზნესის თავისუფლება, რა თქმა უნდა ეს სავაჭრო ბრუნვების გაზრდა და ეს ორგანიზაციები, რომლებიც ყოველდღიურად ფლობენ სტატისტიკას, ერთხმად აღნიშნავენ საქართველოს როლს არსებულ სიტუაციაში. ნუ ხედავთ ხო, სოფლიოში როგორი გამოწვევებია გარშემო და ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა ამ მხრივ საქართველო. გენერალურმა მდივანმა მოგვილოცა აღმასრულებელი საბჭოს წევრად გახდომა, რაც მათთვის განსაკუთრებული დატვირთვის და მნიშვნელობის მატარებელია. ასევე საუბარი შეეხო იმ პროექტებს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით საქართველოში ხორციელდება, წარმატებით, მაგალითად ისეთი პროექტი, როგორიც არის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის წარმატებული დანერგვა და ფუნქციონირება, ასევე მალარიის დაავადების აღმოფხვრა საქართველოში, ასევე ის მცირე პროექტები, რომლებიც ხორციელდება დღესაც, მიმდინარეობს, რომლის შედეგად საქართველოს აქვს შესაძლებლობა თანამედროვე ტექნოლოგიები შემოიტანოს სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე ის ახალი თანამედროვე მედიკამენტები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებას ეფექტურად ებრძვიან. ის რაზეც დღეს იყო საუბარი შეხვედრაზე, იმ სამომავლო გეგმებზე, საქართველოს ჩართულობაზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სისტემაში და ზოგადად მსოფლიო ვაჭრობაში, საქართველოს წარმატებაზე ეკონომიკურ პლატფორმებთან მიმართებაში, საქართველოს მაჩვენებლებზე, რაც დღეს არის, რაც გენერალურმა დირექტორმა განსაკუთრებული
მნიშვნელობით აღნიშნა, მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ ხვალინდელი თანამშრომლობა ორგანიზაციასთან იყოს კიდევ უფრო ნაყოფიერი. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჟენევაში დასრულდა. გარდა პირისპირ შეხვედრებისა, მიხეილ ყაველაშვილმა მონაწილეობა მიიღო ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ გამართულ დიალოგში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და იმ რისკებსა და გამოწვევებზე, ასევე იმ დადებით მხარეებზე ისაუბრა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებს ახლავს თან. მადლობა მარიამ ბერძენიშვილი იყო პირდაპირ ეთერში.